მეკითხე ერთ კოდს, რომ აი მზიამაღლებელთან დაკავშირებით რას მეტყვი მეთქი და დააშავალ. გაიხსენეთ სხვა დანაშაულები და მე მიხვდებით მზიამაღლებელმა რა დააშავა და რისთვის გააკეთა ეს ყველაფერი. იმას წინაპირობა რომ მქონდა, ესეც ყველამ კარგად ვიცით ხო მართალია. რა ვიცი, აი ძალიან სირცხვილია, აი ალბათ სირცხვილია თუ ოდნავ მაინც მიგაჩნიათ თავი ქართველად და თან თუ ოდესმე მაინც გითქვამთ თუნდაც უცხოეთში რომ ხართ ქართველი არ გრცხვენიათ რომ ქალს მოერიეთ ხო? აფერუმ თქვენ მოერიეთ ქალს და იცოდეთ რომ ეს არ არის მაგალითი ერწყმუნეთ. არ არის, იმიტომ რომ ვერა არ გამოვიდა ეს ამბავი, ეგება სხვა რაღაცა გეფიქრათ პირიქით. უფრო კარგისკენ შემოbrunება გეფიქრათ და ეს იყოს მაგალითი. და ვაჩვენოთ ქართველებმა რომ ჩვენ მარტო ის კი არა რომ ქალზე ძალადობა შეგვიძლია, ეს ძალადობაა ჩვეულებრივ თან ცინიკური, საშინელი, რომ ჩვენ სხვა რაღაცაც შეგვიძლია, ჩვენ თავთან აღიარებაც შეგვიძლია ჩვენივე დანაშაულის და ამის გამოსწორება. მოდით რა ერთად დავდგეთ და დავდგეთ მზიამაღლებელთან კი არა, დავდგეთ სამართლიანობასთან და თავისთავად მზიამაღლებელი, რა თქმა უნდა, გამართლდება მით უმეტეს რომ ის მართალია.